პარლამენტის თავმჯდომარესთან რამოდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ვიყავი და ჩვენ შევთანხმდით შემდეგზე. პირველი ის, რომ შეიქმნება ინტერფრაქციული ესეთი ჯგუფი, სადაც წევრებად ასევე შევლენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს გაკეთდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, ან ნორმატიული აქტი იქნება. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს სტრუქტურა ინტერფრაქციული ჯგუფი იქნება მუდმივ მოქმედი, ანუ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არა მარტო საარჩევნო კოდექსზე, არამედ სხვა საკითხებზეც შემდეგ ვიმსჯელებთ უკვე. პირველი რიგის საკითხი იქნება საარჩევნო კოდექსზე მუშაობა და ჩვენ გვაქვს ესეთი სურვილი, ორმხრივი სურვილი არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას ეს ცვლილებები შეტანილი საარჩევნო კოდექსში, რომ უფრო გამჭვირვალე, უფრო ეფექტიანი და უფრო სამართლიანი საარჩევნო გარემო მივიღოთ. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ფოკუსირება მოხდება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში და ეს პროცესი უნდა დასრულდეს, ანუ ეს კონსულტაციები უნდა დასრულდეს 10 თებერვლისთვის, ანუ გარკვეული დროც დავთქვით. იმიტომ რომ დრო არ ითმეს და სადაც ივნისის თვეში უკვე უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასევე ჩვენ შევთანხმდით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის საკითხები, რაზეც იქნება თანხმობა მიღწეული, იქნება უკვე დაცული, ანუ პარლამენტი მას მიიღებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს პროცესი და ეს ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა იყოს შედეგიანი და ეს არ იყოს მხოლოდ ესეთი საუბრების დონეზე არ დარჩეს და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ბევრ საკითხზე შევთანხმდებით, თუმცა იქნება საკითხები, რაზეც თანხმობას ვერ მივაღწევთ და ეს ძალიან ბუნებრივია. ეს არის საკონსულტაციო ფორმატი, შეიძლება ესე ითქვას, და აქ რაიმე დირექტივას ან კენჭისყრას ადგილი არ ექნება. ეს კიდევ გვაიძულებს ჩვენ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ შეთანხმებას მივაღწიოთ და ერთმანეთთან გარკვეული კომპრომისი ან დათმობის გზით ვიაროთ ის, რაც ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს შეეფერება. პოლიტიკური შეფასება რა შეიძლება მივიცეთ და მე ამით დავასრულებ, ის რომ დღეს ამ სტრუქტურის ამუშავებით პოლიტიკური ლანდშაფტი, ასე ვთქვათ, იქნება უკვე მრავალპარტიული, ანუ არასაპარლამენტო ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის, ვთქვათ, პოლიტიკური სისტემის და სახელმწიფო სისტემის შემადგენელი ნაწილი, არ არის ხელისუფლების ნაწილი, მიუხედავად ამისა, ის იქნება აქტიურად ჩართული ამ პროცესში და ეს მრავალფეროვნება წაადგება თვითონ პოლიტიკურ პროცესს და მთლიანად საქმეს, კანონმდებლობას. მე მოგახსენებთ ერთს, რომ ვთქვათ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობის დროს გარკვეული მიზეზების გამო მოგეხსენება, ვთქვათ, უმცირესობა არ ესწრებოდა კომიტეტის ხდომას, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიცია იქ იყო და ბევრი საკითხები, რაზეც იყო კამათი და დისკუსია, მიღებული და გაზიარებული იქნა პარლამენტის მხრიდან და ეს აუცილებლად უნდა იქნას აღნიშნული. ასევე დავუმატებ იმას, რომ განწყობა იმისა, რომ ეს თანამშრომლობა იყოს არის ორივე მხრიდან, ეს აშკარად დავინახეთ იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, იგივე ზვიად ძიძიგური, რომელიც იქნება ინტერფრაქციული ჯგუფის, ვთქვათ, ხელმძღვანელი. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია უკვე ვიმუშაოთ და სადაც მომავალ კვირას უკვე დაახლოებით ალბათ დავთქვით ესე, სადაც ხუთშაბათს უკვე ესეთი პირველი სხდომა გაიმართება, სადაც ტექნიკურ საკითხებზე ვიმსჯელებ და შემდეგ უკვე უშუალოდ შევუდგებით საარჩევნო კოდექსზე და ცალკეულ მუხლებთან ვთქვათ მუშაობას. ამ 10 პარტიას, არასაპარლამენტო პარტიას უკვე ჩვენ გვაქვს შემუშავებული ჩვენი პრინციპები, ვართ შეთანხმებული და ვთქვათ ერთი პირით წავსდგებით და აი ამ დოკუმენტით წავსდგებით უკვე ინტერფრაქციულ ჯგუფში. ჩვენთან კი მოდით ასე ვთქვათ, რომ სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ პოლიტიკური ველი აღმოჩნდა პოლარიზებული და ეს თვითონ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნებმა ვერ მოგცა ზუსტი სურათი პარტიული წარმომადგენლობის მხრივ პარლამენტში. ანუ იმდენად იყო ეს დაპირისპირება
რომ აქ უკვე რაიმე აკადემიურ, თქვა კლასიკურ პოლიტიკურ კონკურენციაზე საუბარი ზედმეტი იყო. მდგომარეობა შეიქმნა ისეთი, რომ ბევრი პოლიტიკური პარტია თავისი გამოცდილებით, თქვა თავისი ინტელექტუალური რესურსით მიღმა აღმოჩნდა ამ პოლიტიკური პროცესისა. მე უნდა შევაფასო დადებითად ის, რომ ხელისუფლება ამას ხვდება და ხვდება საჭიროებას, რომ მრავალფეროვანი გახდეს პოლიტიკური პროცესი და კანონშემოქმედება და მთლიანად პოლიტიკური ცხოვრება და ის რაც თქვენ ბრძანეთ, ეს სურვილი და ეს პროცესში რო იყოს ჩართული არასაპარლამენტო ოპოზიცია არის. ანუ ეს არ არის რაღაცა, თქვათ, ერთის მხრივ არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან რაღაც ულტიმატუმი იყო და თქვათ ეს დათმობაზე წამოვიდა. ჩვენ აშკარად დავინახეთ ეს უნდა ვთქვათ, რომ ასეთი სურვილი არის და ბუნებრივია ჩვენი პირადი დაინტერესებაა, რომ აი ამ პოლიტიკურ პროცესს, იგივე პარლამენტი არის ერთ-ერთი ძირითადი სტრუქტურა, სადაც ხდება კანონების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ამის მიღმა არ ვიყოთ არასაპარლამენტო ოპოზიცია. ეს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელშიც ჩვენ ვართ, არის ძალიან მრავალფეროვანი. ასე რომ იქ როცა იქნება საკითხები, შეიძლება იქ სხვა მოსაზრებები გამოითქვას და ეს პირიქითაც კარგი არის. ჩვენ გვაქვს თემატური თანხმობა, ეს არ არის რაიმე კოალიცია, არამედ არის გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ჩვენ ცალკე ვმუშაობთ და შემდეგ უკვე ვცდილობთ, რომ ერთიანი პოზიციით წავიდგეთ პარლამენტში და ეს ერთიანი პოზიცია ხელს უწყობს, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხდეს, თქვა, გარკვეული საკითხების გადაწყვეტა. ჩვენ დაგვანახა იგივე დაუბრუნდები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან მიმართებაში, სანამ ჩვენ მივიდოდით პარლამენტში, ჩვენ ვიმუშავეთ, შევთანხმდით საკითხებზე და აი ამ ერთიანი პოზიციით წავიდგეთ, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მთავრობაში იყო ამის განხილვა, მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე შემდეგ უკვე პარლამენტში. 10 თებერვალი არის დედლაინი, ანუ 10 თებერვალს ცვლილებები კოდექსში, საარჩევნო კოდექსში უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში უნდა დაასრულოს ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და შემდეგ უკვე აი ამ შენიშვნები და ის რაზეც ჩვენ თანხმდებით, აი ეს საკითხები უკვე ასახვას პოვებს კანონპროექტში და შემდეგ უკვე პარლამენტი ბუნებრივია დაიწყებს მუშაობას. თუმცა ჩვენ არ გამოურიცხავ და პირიქით ჩვენ აი ამ საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობას მივიღეთ და მე ვფიქრობ ეს არის კარგი პრეცედენტი, როდესაც არასამთავრობოებთან ერთად უკვე პარტიები, რომლებიც არ არიან პარლამენტში, იღებენ აქტიურ მონაწილეობას და ეს ასახვას პოვებს შედეგზეც, იმიტომ რომ იქ ჯანსაღი დისკუსია მიდის, უშუალოდ ჩვენ ფოკუსირებული ვართ აი ამ კანონზე, ამ საკითხებზე და ეს გარკვეულ გარემოს და ესეთ განწყობას ქმნის უკვე პარლამენტში. ესე მოგძალებული წვლილი შეიძლება ითქვას. ჩვენ პირველად ვიცით, რომ ეს არ არის ნორმატიული აქტით, ესე ვთქვათ, განმტკიცებული, მაგრამ დაახლოებით პირობითად ეს უნდა იყოს ივნისის თვეში, ივნისის პირველ ნახევარში. ვარაუდი არის ასეთი, მაგრამ აქამდე რომ მივიდეთ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი დასრულდეს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა სისტემაში რა სისტემასთან გვაქვს საუბარი. მაგალითად, შემოდის სიახლე და ეს არის კარგი, როდესაც მერეს გამგებლებს ვირჩევთ. აი ამას უკვე ცალკე ვთქვათ, ჭირდება შესწორება. შემდეგ რამდენი მუნიციპალიტეტი იქნება, ვთქვათ, თვითმმართველი ქალაქები იქნება, როგორი სისტემით მივდივართ, მაჟორიტარი, პროპორციული ადმინისტრაციის საკითხი, ანუ არის ძალიან ბევრი საკითხები, რასაც მოგვარება ჭირდება და ეს უნდა მოხდეს დროულად, რომ უკვე შემდეგ ამომრჩეველსაც და პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეს საშუალება გარკვეული ადაპტაციის, რომ ნახოთ აი რა საარჩევნო გარემოში გვიწევს მუშაობა შემდეგ. დიახ. ზოგადად ის რაზეც იყო და ესეთი კითხვა იყო დასმული, რომ რამდენად საჭიროდ თვლის ხელისუფლება ურთიერთობას არასაპარლამენტო ოპოზიციასთან და მივიღეთ დასტური, რომ ეს განწყობა არის. ჩვენ შევთანხმდით, რომ მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობა არ შემოვიფარგლებით და გავაგრძელებთ მუშაობას. ეს უკვე არის
შეთანხმების საფუძველი და აქ შემოსაზღვრული არ არის ეს საკითხი და არეალი ის რაც მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის. Რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ასევე საკონსტიტუციო ასეთ ცვლილებებთან მიმართებაშიც აქტიურად ვიყოთ ჩართული, ვთქვათ, EDP-ს აქვს ამისი გამოცდილება, იმიტომ რომ ჩვენ აი ამ ეხლა დღევანდელ კონსტიტუცია რაც არის უკვე ამ ცვლილებებით ჩვენ ვიყავით ჩართული, ქონდა ჩვენი შენიშვნები, ნაწილი იქნა გაზიარებული, ნაწილი არა და შევეცდებით, რომ ის რაც მიღმა დარჩა აი ამ კონსტიტუციური ცვლილებების ეხლა უკვე ახალ კომისიას, სახელმწიფო კომისიას მივაწოდოთ ჩვენი წინადადებები. აქ ფორმატი იქნება ალბათ სათათბირო ხმით, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესის მონაწილე ვიქნებით. ანუ კიდევ ვიმეორებ, რაც კარგი არის და რაც სიახლეა შეიძლება ითქვას, არასაპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკური პროცესის სრულფასოვანი წევრი ხდება. არ გვაქვს მანდატები, მაგრამ ვართ, ასე ვთქვათ, ამ პროცესის მონაწილე. დიდი მადლობა თქვენ.